არჩევნებზე 2.150.000 კაცზე მეტი არასოდეს არ მოსულა. არასოდეს. და ჩვენ ფურცელი კი არ შევავსეთ, აუდიო ჩავწერეთ, აუდიო, აი. მტკიცებულების. აუდიო მტკიცებულება. სადაც ადამიანებს ვეკითხებოდით და ხმას ვწერდით პირდაპირ. 900.000-მა კაცმა მკაფიოდ ჩანდა იმ ჩანაწერებში მათი პასუხები. იქ იყო პირველი კითხვა, გსურთ თუ არა ევროინტეგრაცია. და მინდა უთხრა ყველა ჩვენ მაყურებელს და ყველას, რომ 70%-მა თქვა, რომ გვინდა ევროინტეგრაცია. იქ ესე არ იყო კითხვა დასმული, რომ გსურთ თუ არა ევროკავშირში, იქ იყო კითხვა ესე, რომ ევროინტეგრაცია და ნეიტრალიტეტი, არა ნატო. და ზუსტად გეტყვით, 79.9%-მა თქვა, რომ მე ნატო არ მინდა, მინდა ნეიტრალიტეტი, მაგრამ მინდა ევროინტეგრაცია. ასე რომ ეს არის მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთა, ეს მაყურებელმა მინდა რომ იცოდეს და ეხლა ახალი კვლევით 71% ამბობს, რომ მას უნდა ევროკავშირში. ეხლა წევრობა უნდა, ინტეგრაცია უნდა, ჩვენ მომხრევართ, რომ შვეიცარიის ტიპის ინტეგრაცია მოხდეს. შვეიცარია ინტეგრირებული ევროკავშირში ისევე ღრმად, როგორც მაგალითად, არ ვიცი, საფრანგეთი. მაგრამ ამავდროულად პოლიტიკური თვალსაზრისით შვეიცარია ბევრად უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე იგივე საფრანგეთი და ეს მოდელი ჩვენთვის ყველაზე კარგია. ამავდროულად იგივე 70%-მა მაშინ თქვა, რომ მე მინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, მინდა მე ნეიტრალიტეტი, მაგრამ ამავდროულად რუსეთთან მინდა დალაგებული ურთიერთობა, მინდა დიალოგი რუსეთთან, მინდა ღრმა, მყარი ეკონომიკური ურთიერთობები და მშვიდობა მინდა მასთან. ეს ჩანაწერები ჩვენ გადავეცით ხელიდან ხელში. ირმა ინაშვილმა გადასცა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ყველა ამერიკულ სენატორს, ყველა ამერიკის კონგრესმენს. ჩვენმა მთავრობამ წაიღო ეს ჩანაწერები, მთელი სამსახური მოვიდა, გაანალიზა ყველამ, დადგინდა, რომ არ არის ყალბი მსოფლიოს ყველა ელს დაურიგეთ, ყველა ელს, ევროკავშირის ელს. არავის ეჭვი ამაში არ შეუტანია. ბატონმა პაპუაშვილმა ასეთი რამ ბრძანა, რომ ჩვენო ასეთი ევროპაო, როგორიცო დღეს არისო, საერთოდაც არ გვჭირდებაო, მაგრამ საოცრება ის არის, ბატონო დავით, რომ ამის პარალელურად პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ლუქსემბურგს თხოვნით მიმართავს, რომ უშუამდგომლოს საქართველოს მხარეს ევროპასთან ახალი დიალოგის დაწყებაში. ევროპის ბიუჯეტი არის შედგენილი ისე, რომ ეს არის ბევრი ფული, რომელიც მოდის ქვეყნებში. ამ წუთში ფაშინიანმა რამდენი მილიონი, ათეულობით მილიონი დოლარი. ეს არის ფული, რომელიც მოდის და რატომ არ შეიძლება ვიყოთ როგორც პოლონეთი ევროპაში, რომელმაც არაფერი არ დათმო, თანხებს იღებს პოლონეთი, თავისი ეკონომიკა ნელ-ნელა ფეხზე დააყენა, შეიარაღებული ძალები ფეხზე დააყენა და ამ დროს ერთი მისხალი არ დაუთმია არაფერი ევროკავშირისთვის. ეროვნულ პოლიტიკას ატარებს, ჩვენც ესე რატო არა ვართ? სულ სხვა რამე ხდება აქ. პოლონეთი არ აშენებს ფეოდალურ მონაპოლეობურ სახელმწიფოს და ამიტომ არ უჭირს იქ ყოფნა. ჩვენთან მთავარი პრეტენზია ეს არის. ამას ხო კობახიძე არ აღიარებს, იმიტომ რომ მისი გაკეთებულია ეს. თუმცა ბატონო, იმიტომ რომ ვინც არ უნდა მიიღოს ის კანონები, რა კანონებიც კობახიძე მიიღო, იტალიამაც რომ მიიღოს და საფრანგეთმაც. იგივე რეაქცია იგივე ეთქვის, რომ ეს რას აკეთებს შენ? ეხლა ევროპარლამენტში კაცრი რეზოლუცია იქნა შემუშავებული და ბატონი კობახიძე აი ამ დოკუმენტზე საუბრობს, რომ მსგავსი დოკუმენტები ქართულ საზოგადოების ინტერესს აღარ იწვევს. როგორ არ იწვევს, რა თქმა უნდა, ხალხს ეს ადარდებს. მე მესმის, ბატონი კობახიძე ევროპის წინააღმდეგია, ეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ფეოდალური და მონათლობელური საზოგადოების შენებლობის მომხრეა, ესეც მესმის. და ისიც მესმის, რომ ჩვენ საზოგადოებაში არის ბევრი ხალხი, მაგრამ ეს უმრავლესობა არა, ვისაც ეს მოწონს. ვესმის ეს ახლა ოჯახის წევრები ყავს, რომლებიც პირიქით მოწონთ კობახიძე და მოწონთ ასეთი მიდგომა. ნუ რას იზავ, ეგ არის დემოკრატია და ასთა სხვადასხვაობა.